მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო, დღევანდელი ჩვენი გადაცემა მიეძღვნება სპორტის სახეობას, რომელიც ვფიქრობ ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ჰაიპში არის დღეს საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ამისთვის მოვაკითხეთ ჩემპიონს აკადემიის, წავედით. როგორც ხედავთ, ვყოფები MMA-ის სივრცეში და ცხოვრებაში პირველად გამოვსდი ჩემ თავს ამ სპორტში და თან გამოვსდი გაუმარცხებელ მებრძოლთან. ახლა კი ცოტა რამ MMA-ზე. MMA-ის წინაპრად შეგვიძლია მოვიხსენიოთ პანკრატიონი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე საბერძნეთში ოლიმპიური თამაშების ნაწილი იყო. პანკრატიონი ჭიდაობას და კრივს აერთიანებდა. თითქმის ყველაფერი იყო ნებადართული, რაც ხელჩართულ ჩხუბში გვხვდება. ითვლებოდა ძალის, გამძლეობის და ტექნიკის უმაღლეს ტესტად. 1930-იან წლებში ბრაზილიაში ტარდებოდა ტურნირი Vale Tudo. ანუ ყველაფერი ნებადართულია. ბევრი თანამედროვე შერეულ ორთაბრძოლების ფუძემდებლად ცნობილ მებრძოლის და მსახიობს ბრუს ლისაც კი ასახელებს, რადგან ბრუს ლი სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკებს, სხვადასხვა სკოლებს და ფილოსოფიებს აერთიანებდა. თუმცა 1993 წელს შეიქმნა ორგანიზაცია UFC, რომელმაც მისცა შერეულ ორთაბრძოლებს გლობალური სპორტის სახე. თავიდან ძალიან ველურ და უხეშ სპორტად ითვლებოდა, რადგან თითქმის არ იყო წესები. ჩხუბობდნენ შიშველი ხელებით და არც რაუნდები არსებობდა. ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე. შემდეგ მესვეურებმა დახვეწეს, შემოიღეს წესები, სპეციალური ხელთათმანები, რაუნდები და დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად გვევლინება, რაშიც ქართული გენი მსოფლიოს მასშტაბით დომინირებს. ყავს მსოფლიო ჩემპიონები და მებრძოლები, რომლებიც ყველას შიშის ზარს სცემენ. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ადამიანი, რომელმაც ცხოვრების მენტალურად და ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთული, მტკივნეული და საშიში გზა აირჩია. ჩვენი სტუმარი იქნება ქართული MMA-ის ამომავალი ვარსკვლავი, დაუმარცხებელი გიორგი The Real Steel პოლადიშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. გიორგი, Real Steel პოლადი, ანუ პოლადი რატო დაიფქვი? საჭაურყა! პირველ რიგში მინდა მოგილოცო ის გამარჯვება, ფანტასტიკური გამოსვლა, რომელიც ჰქონდა კენას ოქტაგონზე, ყაზახ მებრძოლთან, რაც რამოდენიმე წუთიც არ დაჭირდა, ხო, გაანადგურე. წუთიდან 2 წუთამდე. 2 წუთამდე დაახლოებით. ისე როგორი შეგრძნება, რომ აი თვეები ემზადები რაღაცისთვის, დიეტებს გადიხარ, მომზადებას გადიხარ და უცებ აი 1-2 წუთში მთავრდება ყველაფერი. ორი მხარი აქვს რამე დას, ჩემი აზრით. სასიამოვნო რა თქმა უნდა, მაგრამ გულის დამწყდა, იმიტომ რომ უფრო მეტი შვენება მგდა ამ ჩხუბს. MMA რატომ გადაწყვიტე? ეს თავიდანვე ეგრე ქონდა გადაწყვეტილი, თავიდანვე ეგრე დაპლანეთ. თავიდანვე ეგრე გინდოდაო თუ რინგში მოგივიდე ეგ ისაო დაპლანოაო? MMA-ის დაწყება უფრო გადაწყვიტე, იმიტომ რომ ჩემი თავისი დამამტკიცებია ის, რომ შემიძლია რაღაცების გაკეთება და ის იმ რაღაცების, რაც გულში მქონდა, მიზნად დავისახე და ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, მინდა რომ მამა ჩემთვის დამამტკიცებინა, რომ ჩვენში შრომა ყურბად არ ჩაუდია და ბავშვობიდანვე გვავარიშე და ამ შრომას გულისხმობ. ისევ MMA-თ დაიწყე თუ რომელიმე სხვა სპორტით? ძიუდოთი. ძიუდოთი დაახლოებით 10 წლის ვიყავი, გერმანიაში დავიწყე ჭიდაობა, 3 წელნახევარი ვიჭიდავე გერმანიაში და მე აქ საქართველოში ჩამოვიდი, ცოტა ხანი ვიჭიდავდი კიდე ნაკრებში. გერმანიაში რამე ხდება, ქართველები რო ჩადიან, იმიტომ რომ ირეთოფურია გამოვიდა ეგეთი გზა და შემდეგ სად მოხდა კი ვხედავთ და რაღაც ერთი ისტორია გვაქვს. კი. მე უფროსი ძმა მყავს, ილიასაც უფროსი ძმა ყავს და ესე უცხოეთში მოგვიწია ორივეს მოღვაწეობა. რა აქვს MMA-ის განსაკუთრებული, რაც მაგალითად სხვა სპორტებში არ გვხდება და აი აქ მარტო MMA-ში დაინახე ყველაფერი. არის რამე ეგეთი? აი MMA-ში ზუსტად ის არის, რომ ყველა საბრძოლო სპორტი, ჭიდაობა, ძიუდო გაერთიანებული არის და ამ სპორტში იყრის ყველა საბრძოლო სპორტი. აი ეგ არ აქვს ზუსტად სხვა სპორტებს, რომ შეგიძლია ანუ ყველაფერი გამოიყენო რა. თუ სტრაიკინგში ვერ ხარ ძლიერი, ჭიდაობაში თუ ვერ ხარ ძლიერი, ან შენი ძლიერი მხარე შეგიძლია გამოჩინო ნებისმიერი კუთხით. აი ეგ არ აქვს შემიძლით სხვა სპორტებს. შენთვის რომელია უფრო კომფორტული დგომში წავიდეს ჩხუბი თუ პარტერში? ვიცი რომ ორივეში ძალიან კარგად გამოიყურები და ამას ვხედავთ, მაგრამ აი გულით რომელი უფრო მიგიწევს ხოლმე? მირჩევნია უფრო სტრაიკინგში წავიდეს ჩხუბი. მაგრამ ხო,
არ მექნება პრობლემა თუ ჭიდაობა მომიწევს. როგორ ჯობია ისე გიორგი, აი პირდაპირ MMA-ით დაიწყო თუ რამე ბაზა შეიქმნა თავიდან რომელიმე სხვა საბრძოლო ხელოვნების და მერე გადახვიდე MMA-ში? ჩემი აზრით ჯობია ჭიდაობის დაიწყო. ეხლა წამოსული არის ჭიდაობის ერა. კარგი მოჭიდავე ყოველთვის ჯობნის კარგ სტრაიკერს. და თუ ჭიდაობას ისწავლე პირველ რიგში და მერე დაიწყებ MMA-ში შესწავლას, უფრო წაგადგება, იმიტომ რომ კარგ სტრაიკერისთვის ძნელი არის ჭიდაობის სწავლა და მოჭიდავე უფრო ადვილად ისწავლის სტრაიკინგს. ბავშვები თუ მოსულა MMA-ში ან ასაკიდან მოსულა? ჩემი აზრით კარგი ასაკი იმისთვის რომ ნელ-ნელა შეისწავლოს აი ეს თამაშით MMA ზოგადად თქვა მე MMA-ს თამაშით შესწავლა, მაგრამ მაინც 10 წლიდან შეიძლება რომ დაიწყო ნელ-ნელა ისწავლო. არ არის საერთოდ 10 წლის ბავშვი თუ ისე იმიტომ რომ თქვა MMA-ს თქვა ხელთათმანების და ესეთი აქვს რომ სპარინგიც რთული არის და ვარჯიშების და როგორ თუ განსხვავებულია ბავშვების ვარჯიში. აი ზუსტად მაგიტო უძახ თამაშით უნდა შეასწავლო ბავშვს MMA. ისე როგორც ზასრული და პროფაითერები ვარჯიშობენ. თუმცა მაინც ალბათ ურჩევდი დამწყებებს რომ და ბავშვებს რომ თქვა ჭიდაობით დაიწყო როგორც ვიც და შემდეგ გადავიდნენ MMA-ზე უკვე ისწავლონ ბოქსი, ისწავლონ ფეხის ხმარება, ხელის და ნელ-ნელა ეს თამაშით მივიდნენ მაგამდე. მე ტაისონის ინტერვიუ მაქვს მოსმენი წარმოიდგინე რკინის მაიკი იძახის რომ ყოველ გასვლის წინ მეშინოდაო მაინც რა შიში მქონდა. შენ როგორ ხარ მაგასთან დაკავშირებული? გეშინია ხოლმე რაღაც მე არ ვიძახი რომ მოწინააღმდეგის გეშინია. თუ გაქვს ხოლმე ეგ შიში, რა შიში არის და როგორ უმკლავდები მაგ ყველაფერს? მე ისე ვფიქრობ რომ ამ სპორტში როცა მოდიხარ, მოხვედრის და ცემის და რაღაც ტკივილის შიში გადალახული მაქვს. მე მაქვს უფრო გზნობა, აი ეს ნერვიულობა, მანდრაჟი. აი ეგ გზნობა მაწუხებს და ყველა მებრძოლს აწუხებს, არ არსებობს ადამიანი რომ შეიძლება გამოდიდეს და რაღაც გზნობა არ აწუხებს. მაშინ რაღაც პრობლემა მაქვს. მე მგონი სიმამაცე არ არის ის რომ შიში არ გქონდეს. სიმამაცე ჩემთვის ნიშნავს რომ შიში დაძლიო. ზუსტად. წარმოვიდგინე, შემოდიხარ აი ესეთ მოჭხუბართან. ჩაკეტავენ კარებს და რჩები მარტო შენ და ეს ადამიანი და გამორიცხულია რომ შიში არ გქონდეს, მაგრამ ეგ შიში რადგან წინაზე ვისაუბრეთ. მანამდეა ხოლმე თუ უკვე როცა კარებს გამოკეტავენ? უფრო როდის არის? მანამდე. ჩემი აზრით მანამდე. როგორ გონია ჩემპიონები იბადებიან თუ შემდეგ იძერწებიან და იქნებიან? ორივე, მაგრამ ადამიანი რომელიც ჩემპიონად დაიბადა თუ არ გამოძეწა თავის თავი და შრომით და წვალებით არ მიიყვანა თავის თავით ჩემპიონობამდე, ისე შეუძლებელი არის. ნიჭის და შრომის ამბავია, ხო? ნიჭის უნდა გქონდეს და შრომა. მაგრამ მის ჩემი აზრით უფრო შრომა ჯობია. რომ ნიჭის შრომის გარეშე არაფერი. კიდევ რა არის? აი მესამესაც დაამატებდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბიჭია ხო, რომელიც შრომობს და თან ნიჭიერიც არის, მაგრამ ჩემპიონი და გამორჩეული მებრძოლი მაინც რამოდენია თიზე ჩამოსავს. კიდე რა არის აი ეგ? ჩემპიონის მენტალიტეტი. და ჩემპიონის მენტალიტეტში გულისხმობ აი ზუსტად იმას როგორ გადაივლი და გადალახავ იმ ნერვიულობას, იმ გზნობებს, რაც რამაც შეიძლება დაგაბკოლოს და შენი მაქსიმუმი შეიძლება ნახევარიც გაგაკეთებინოს. ყველაზე უხერხული ან რთული მეტოქეა ბრძოლა თუ გახსენდება ვინ? უხერხული მეტოქე ჩემთვის იყო ბოლო ბრძოლა გამაში. მართლა ძალიან უხერხულად მეჩხუბა. ისე უხერხულად მეჩხუბებოდა. თავს ისე ძალიან დავბაწევდა. რომ ვეხვდებოდი ან როგორ მივდგომოდი და როგორ წამიყვანა ბრძოლა. ყველაზე რთული მეტოქე, ბევრი მყოლია რთული, მაგრამ გამოვარჩევ გამაში პირველ ბრძოლას. კახა არღულიანთან მიჩხუბე, ძალიან მაგარი მოკრივი არის, ძალიან მაგარი ბიჭია და აი როგორც სუბთაკრივი, აი მანახა რას ნიშნავს მოკრივესთან ბრძოლა რა. გამაზე რო გითხრა ერთი ორი სიტყვა. გამა მომცა ძალიან დიდი გამოცდილება. ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და ძალიან მადლიერი ვარ ამ ორგანიზაციას და საერთოდ ამ განვლილი კარიერით. მათ შორის ძალიან მიგურს ეგ რომ მე მაგალითად როდესაც გადავწყვიტე ამ გადაცემის გაკეთება ზოგადად YouTube არხის
თიზერად დავდე რაღაც პატარა კლიპი, სადაც მე ხა ბოქსიორი არ ვარ და არც ვიცი კარგად ბოქსი, მაგრამ რაღაც ვითომ ჩემთვის ვცდილობ ჩდივთან ბრძოლას, რომ ეს იყო რაღაც გადაცემის პატარა თიზერი რა. და პირველი კომენტარები რაც დამიწერეს ადამიანებმა, რომ იმედია გამაში არ გიხილავთ და გამაში არ გამოხვიდეთ და რატო რჩება ეგეთი შთაბეჭდილება ხალხს, იმიტომ რომ ჩემს გარდა კიდევ ვიხილე მებრძოლი კენას ოქტაგონზე მაგალითად რომ სერიოზული ჩხუბები ჩაატარეთ და ანუ ფაქტია რომ ძალიან პროფესიონალი ტიპები და ძალიან მაგარი მებრძოლები ჩხუბობთ გამაში და რატო ხდება ეს რომ ხალხს აქვს რაღაცა ეგეთი დამოკიდებულება ამას ვინმე შეგნებულად აკეთებს არ ეს პროტი ჩასაფრებული ხალხია თუ აი ისი ბრალია თქო არა იმის ბრალია რომ რამოდენიმე მებრძოლი უბრალოდ უბრუჭებს სახელს რადგანაც მებრძოლი და სპორტსმენი არც სიგარეტს უნდა ეწეოდეს, არც სახალხოდ რავი არ უნდა გამოდიდეს და არ უნდა აჩვენებდეს ხალხს როგორ სვავს და ასე შემდეგ. სპორტსმენი როცა ხარ შენ მაგრამ თქვენი ისეთ ვიდეო ნახე მაგრამ სვავს ერთ. მე მომიწია უბრალოდ დალევა. მაგრამ ყოველთვის ვთქვი ხოლმე ჩემგან მაგალითი აიღონ არ მოწიო, არ დალიო, ივარჯიშე, ჯანსაღ ცხოვრებას მიაწექი ესე. პროფესიონალური სპორტი შენთვის არის თუ არა ჯანსაღი? თუმეტეს MMA. არა. ტრავმებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთი და უბრალოდ იმდენის ვარჯიში გიწევს, რომ არ ამგონია სასარგებლო იყოს ორგანიზმისთვის. დაახლოებით რამდენს ატარებს ხოლმე ეს შენი წონა რა არის? აი რაშიც იჩხუბები ისე რომ არ მოგიწევს წონის კლება. ეხლა ვარ 78 კილო. აი 78 კილო ძალიან კარგი წონა არის. იმისთვის რომ 66-ში იჩხუბ. მე ვარ საშუალოდ 85 კილო რა. ჩემი წონა რამდენი იქნება? მე რო ვიყო პროფესიონალი მოჩხუბარი. 85? 85 ვარ ის არც დიეტის garaშე, ყველაფრის garaშე, უფრო ნაკლებიც 93. 70 ალბათ. რასაც გიყურებ კუნთური მასა გაქვს ძალიან დიდი. 66-ში დაკლება გაგიჩი. 6-ში გამორიცხულია ხო? 70 ხო არის რა? 70-ში კი ოღონდ ცოტა მომატება მოგიწოდა კიდე. რომ მეტი აღიდგინო. ვაუ. ყველაზე ძნელი საქმე არის წონის კლება. ჩემი აზრით ამ სპორტში. ამ სპორტს დაამატეს ახალი სპორტი მე მგონი. ექსპორტის კლება. ერთ ბრძოლას წონის კლებისაც გადიხარ. შენ გეგმებზე მინდა რომ მოგვიყვე რა უნდა ველოდებოდეთ თუ აპირებს საერთაშორისო ორგანიზაციებს სადმე უახლოეს მომავალში ჩხუბს. ჩემი მიზანი არის რომ უმაღლეს ორგანიზაციაში მოვხვდე და არა მარტო მოვხვდე იქ ჩემი სათქმელი ისე ვთქვა რომ ბევრმა დამიმახსოვროს. აი UFC-ს უგულისხმობ. რა თქმა უნდა. ძალიან მაინტერესებს რა გზა უნდა გაიარო იქამდე რომ მოხვდე UFC-ში და პლუს რა ფაქტორები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე ფაქტორი ეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი ის არის რომ უნდა იყო UFC-ს მებრძოლის დონე. ანუ UFC-ს დონე უნდა იყო რომ მოხვდე რა, ესე არ მიგიღებს არავინ რაცა უნდა მაგარი მენეჯერი ყავდეს და რაცა უნდა ახლო მეგობარი ყავდეს. ცოტა ეს სპორტი მე რასაც უკვირდები, ცოტა მარკეტინგი და პიარიც არის და მე ვფიქრობ რომ არა მარტო დონე უნდა ქონდეს, მაგრამ შენ თავის გაყიდვა. რა თქმა უნდა. რა კრიცის დრო მოვიდა, რა თქვა ხო? კი. ძალა თუ კარდიო? ძალა. სისწრაფე თუ ტექნიკა? ტექნიკა. ქართული ჭიდაობა თუ გრეპლინგი? ქართული ჭიდაობა. ბოქსი თუ კიკბოქსი? ბოქსი. იდაყვი თუ მუხლი? იდაყვი. ნოკაუტი თუ საბმიშენი? ნოკაუტი. ნოკაუტი თუ გადაწყვეტილება სისხლიან ჩხუბში? ნოკაუტი. დალიშვილი თუ დოფურია? ორივე. ვერავის ვერ ვთქვი. მე რა თქმა უნდა ამბიციები არ მაქვს რომ და UFC-ს გავხდები, იმიტომ რომ ჯერ ასაკიცოზე 15 წელს ხდები, არც არადოს არც მიჭიდავია, არც მიჭუბია. თქვენ რო გიყურებთ ამ მებრძოლებს, რო უყურებთ რამხელა ემოციით, რამხელა სამაღელველია ხოლმე გამოსვლაც ის აი კეთილი შურით შურს ხოლმე რომ მეც მინდა როგორც ადამიანმა და როგორც აქ მოსულმა ეგეთი გამოცდილება მივიღო რა და შეგვიძლია რომ შევაფასოთ ჩემი შესაძლებლობები დღეს შემიძლია თუ არა რა თქვა რაღაც 6 თვე მოვემზადო და შეიძლება თქვა რაღაც პროფესიონალი ჩხუბი არა მაგრამ რაღაც დონეზე ერთი ჩხუბი ჩავატარო რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ოღონდ კარგად უნდა გამომცადო რა ეხა ჩათვალე ეხა ჩათვალე ვესები მაქსიმალურად რომ ძალიან ამბიციური კი ვარ მაგრამ პირდაპირ დავამარცხებელ მებრძოლთან რომ მომინდა ეს თქო ჩემი ძალების გამოსთ მაგრამ ხო რაც ვისაც არ აქვს ეს ამბიციები და ვინც არის ყავს
შამპანი როსაც არ სვავს. ეგრეა. რამდენი წუთი შემიძლია გავძლო შენთვის ახლა? წუთი? ბიჭო, მე რაბის ერთი გამოვიყენოთ გარბოს, ხო ის ნოკაუტს მე რო გარბოდა, შენ ერთ წუთი შეიძლება ეგრე. ერთი წუთის ნამდვილად არ მეშინია. თან გონია რომ თოლა და ბოლომდე არ გამიმეტებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი გუნდის წევრებს არც თუ ისე კეთილი ხუმრობა ჰქონდათ ჩემთვის მოფიქრებული. გადაწყვიტეს წამზომი გაეთიშათ, იცოდნენ რომ სადღაც აუცილებლად დავიღლებოდი და ჩემი ცემის კადრებით ამ გადაცემას უფრო მეტ ნახვას მოუტანდი. რადგან პირველი სპარინგი იყო, იმდენად ვიყავი ფოკუსირებული, რომ თავი დამეცვა, დროის გასვლა საერთოდ ვერ ხვდებოდი.
ამასობაში პროფესიონალური MMA-ის რაუნდის 5 წუთიც კი ამოიწურა, მაგრამ მე ესეც ვერ გავიგო. რატო მოკაი? კამერა არის 10 წუთი ჩართული მე კლაუდაში. მოაწყოს ე. რამდენი წუთი რა მაგის იმედი მქონდა რომ აი ხა მორჩევა. ეხა მორჩევა. კარგად მოხდა. აი ეს მიღება ზუსტად გამომეცადა ჩემი თავი რეალურად როგორ ვიჩქურები ცხოვრებაში პირველად. რა კომენტარს გაკეთებდით? მაგარი პოტენციალი აქვს. ძალა გაქვს ძალიან კარგი. ფეხში შემოსვლაც იცი. დემოსულად აი უბრალოდ ვერ ამთავრებ ბოლომდე და გადაყვანას. არ ვიცი ტექნიკა. ანაჩენი ხელში ისოთი გაქვს, მაგრამ იმას თუ ჩავხვის ზონა შუბარია გაქვს. მაინც არ ადგაქვს. ეგ ახმა ხელის შენ გადმოგეცემა. ეჯეკი. ესე იგი ჩვენ პარტნიორი ფიტნეს ფორმულიდან კრეატინი შეგვიძლია კიდე მოემართო წონაში ომეგა და ეს თერი ელექტროლიტების, ვიტამინების, მინერალების ნაკრები, რომელიც ბრძოლის აღდგენის დროს განსაკუთრებით გეხმარება. მადლობა დიდი. ეგეთ მადლობა შენ რომ იყავი საშუალო მომენტი. ეს გამოსtildeება მიმეღო. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ასევე როგორც ვიცი, YouTube-ზე გააკეთე თავისი YouTube არხი და გამოგვიწერეთ. მე პირადად მე საინტერესო ესეთ გადაცემებს ვიდებით და გიორგიც როგორც ვიცი თავის მომზადებას UFC-მდე გზას გადაიღებს. მადლობა დიდი. გამოიწერეთ. კარგ საქმეს აკეთებს. არის მეტი სათმელი არაფერი. იმედი მაქვს ჩემი გადაცემით ისიამოვნეთ და ასევე დამიფასებთ დღევანდელ მსხვილ შეწირვას. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო. ასევე დამიწერე კომენტარში სპორტის რომელ სახეობას და რომელ სტუმარს ისურვებდი შემდეგ გადაცემაში.